21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. თარიღი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა და მიზნად ისახავს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ღირსებისა და უფლებების დაცვას, მათ მონაწილეობას აქტიურ ცხოვრებაში და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ზრდას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველ წელს მსოფლიოში 3000-დან 5000-მდე ბავშვი იბადება ამ ქრომოსომული პათოლოგიით. დაუნის სინდრომის ასოციაციებმა ბრაზილიაში იმუშავეს საერთაშორისო დაუნის სინდრომის ორგანიზაციასთან და მათ წევრებთან ერთად წამოიწყეს კამპანია გლობალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად. რეზოლუცია ამ დღის ოფიციალურად აღნიშვნის შესახებ 2011 წლის ნოემბერში მიიღეს და 21 მარტი გამოცხადდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ. მსოფლიოში ყოველი 800-დან ერთი ბავშვი დაუნის სინდრომით, ანუ გენეტიკური ცვლილებებით იბადება. დაუნის სინდრომი პირველად 1866 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა. მოგეხსენებათ, რომ დღეს არის 21 მარტი, ეს არის დაუნის სინდრომის მქონე პირების მსოფლიო დღეს. ამ დღეს აღნიშნავენ თანადგომისთვის, მათი უფლებების დაცვისთვის და ჩვენ ცენტრში რამდენიმე ადამიანი არის გაწევრიანებული და აქ სწავლობენ დაუნის სინდრომის მქონეები. და ჩვენც აღნიშნეთ დღეს ეს პატარა ღონისძიება მოვაწყეთ, რათა თანადგომა გამოგვეცხადებინა მათთვის და სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავთ ამ დღეს. მოეწყო ბოჩა სპორტი, არის სხვადასხვა სიმღერები, ცეკვები, ჩვენი ბენეფიციარები და ასე აღნიშნეთ ეს დღე. აი რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა? ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია იმდენად, რომ საზოგადოებამ გაიცნოს ეს ადამიანები და იყოს მათი უფლებები გაცნობიერებელი და ცნობიერების ამაღლება მოხდეს საზოგადოებაში. ცნობასდობის გაზრდის მიზნით ამ დღის აღნიშვნა ყოველთვის კარგია და მივესალმებით ხოლმე.